ერევდო, ეს არის სტადიონი. Aleph Tubich Studio Tami 2026 წლის მაკაბიადას თამაშები შთამბეჭდავად გაიხსნა იერუსალიმის გადაჭედილ ტედის სტადიონზე. ისევე როგორც ჩვეულებრივი ოლიმპიადა, ებრაული ოლიმპიადა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, მაგრამ გასულ წელს ის გაუქმდა ირანთან 12 დღიანი ომის გამო. Დაწლევანდელმა ირანთან ომმა ღონისძიება სანისძიება საფრთხის ქვეშ დააყენა, რის გამოც ზოგიერთმა სპორტსმენმა, მათ შორის მთელმა კანადის დელეგაციამ ვერ შეძლო ჩამოსვლა. მაგრამ ეს არ შეუშლია ხელს ათასობით სპორტსმენს 40-ზე მეტი ქვეყნიდან, რომ სცენაზე თავიანთი ფერები ეჩვენებინათ კაშკაშა და გრანდიოზულ გახსნის ცერემონიაზე. ეს ძალიან ემოციური გამოცდილებაა, როცა ხედავ, რამდენი სპორტსმენი აქვს, განსაკუთრებით ისინი, ვინც ასე შორიდან ჩამოვიდნენ, როგორიცაა. ისინი ყველაფერს აკეთებენ აქ ოფნისთვის, მიუხედავად ამინდისა, წვიმაში თუ მზეში. ჩვენ ასევე აღფრთოვანებულები ვართ HSS-ის გუნდით, რომელიც 900-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, 14-დან 87 წლამდე ასაკის. ბევრი სხვადასხვა სპორტი და აქტივობა, მათ შორის ჭადრაკი, პიკლბოლი, ყველანაირი სახალისო სპორტი, რომელიც ჩვენგან ზოგიერთის ბავშვობაში არ არსებობდა, მეც მათ შორის ვარ. ღონისძიებას მასპინძლობდნენ ისრაელ-ამერიკელი წამყვანი მაიკლ ჰარპაზი და ებრაელი-ამერიკელი ინფლუენსერი მონტანა ტაკერი. ასევე მუსიკალური შესრულებები ედენ რაიხელისგან და ევროვიზიის ვარსკვლავების ნეტა ბარზილაისა და იუვალ რაფაელისგან. ასევე ღონისძიებას ესწრებოდნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი. მოგესალმები თქვენს მეორე სახლში. თქვენი კრიბებით იერუსალიმში ამ ლამაზ ღონისძიებაზე მთელი მსოფლიოდან 22 გახსნისთვის. მაკაბია და გვავსებს უზარმაზარი სიამაყით და ავსებს ამ სტადიონს დიდებული ენერგიით. ატლეტიკის ორი კვირის უმეტესობა ჩატარდება ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, ნაწილი იერუსალიმში და ასევე ისრაელის ჩრდილოეთში. მაგრამ ეს ნიშნავს მნიშვნელოვან დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში, როგორც ისრაელისთვის, ასევე მთელი ებრაული დიასპორისთვის.